2025 წლის 19 მარტს ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ ძალაში დატოვა 2023 წლის 21 მარტის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც თავის მხრივ უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომელიც ირაკლი რუხაძესა და მის ბიზნეს პარტნიორებს ბენჟამინ მარსონსა და იგორ ალექსეევს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდას აკისრებს კომპანიების Rivokerისა და Recovery Partners-ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავები 2021 და 2018 წელსაც წააგო. ირაკლი რუხაძის სარჩელს ინგლისის უზენაესი სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა. 113 გვერდიანი განაჩენის თანახმად 7-ვე მოსამართლემ რუხაძის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და წინა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. იქამდე სანამ საბოლოო განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, Rivokersა და Recovery Partners-ის მიმართ კომპენსაციის გადაცემა შეჩერებული. Მთლიანობაში ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნეს პარტნიორების მიმართ გადასახდელი კომპენსაცია დარიცხული პროცენტისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით უკვე $170 მილიონ აღემატება. საქმეზე 2021 წელს მიღებული განაჩენით რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო. საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა კომერციული შეთქმულება ჩაიდინეს, რომლის შედეგადაც კომპანიებმა Recovery Partners Limited-მა და Rivoker-მა მილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს. საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიან აქტივზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამ და პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Selford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს ფიდუციალური ვალდებულებები გააჩნდა. კომპანია Recovery Partners Limited და Rivoker-ის სწორედ Selford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი აქტივების მოძიების, აღდგენისა და რეაბილიტაციის შემდგომ კი მომგებიანად მართვის პროექტი უნდა განახორციელებინათ. თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგეს, რაც ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნეს პარტნიორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა. მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. Selford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა მოძიების მიზნით Selford-მა დააფუძნა Recovery Partners Limited და Rivoker-ი, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძეს და მის ბიზნეს პარტნიორებს. როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა ბენჟამინ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Selford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ. სანაცვლოდ კი ეს პროექტი მათ მიერ დაფუძნებულმა Hanwell Partners-მა მიითვისა და განახორციელა. შედეგად რუხაძის ჰოლდინგმა ამ აქტივების მართვის პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო. სასამართლო განაჩენის თანახმად Selford-ის ჩამოშორების შემდეგ ირაკლი რუხაძემ ბენჯამინ მარსონმა და იგორ ალექსეევმა პატარკაციშვილის აქტივების მოძიებას შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hanwell Partners-ის საშუალებით დაასრულეს. ამასთან წლების განმავლობაში მათ რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hanwell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო Liberty Bank-ის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, Magtecom-ისა და Heidelberg ცემენტის აქციების შესყიდვა. პატარკაციშვილის ოჯახს მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ სულ $2 მილიარდ მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და აღნიშნულ პროცესში მოპასუხეებმა გასამრჯელოს სახით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს. ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა 2019 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც. მოსარჩელეებმა აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციალური ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება. 2022 წლის 25 ივლისს სასამართლომ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში $170 მილიონ მეტ თანხაჩებას და რასაც დროთა განმავლობაში პროცენტიც ემატება, ასევე მოპასუხე მხარისთვის იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაც. თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი
ჰოლდინგი Honeywell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე Liberty Bank-ი, ასევე რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ჰოლდინგი ასევე ფლობს Georgian Media Production Group-ს, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების იმედისა და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელია. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნეს პარტნიორების საკუთრებაშია 50.5%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში Honeywell Cement-ში, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია. ირაკლი რუხაძე მის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ასევე ინარჩუნებს მინორიტარულ 10%-იან წილს საქართველოს უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიში.